მშვიდობის დროს უკრაინას შეუძლია 9 მილიონიანი არმიის შენახვა, 600,000-იანი არმია არის ყველაზე დიდი არმია ევროპაში. ამ გეგმაში არის რაღაც პუნქტები, რომლის გამოც რუსეთი მასზე სავარაუდოდ უარს იტყვის. პირველი ეს არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც უიტკოფი არის ადამიანი, რომელიც ფაქტიურად რუსეთის და რუსების სასარგებლო იდიოტადაც შეიძლება ჩაითვალოს, ხო, რაღაცა ამერიკელების ამ მომლაპარაკებლების გუნდში. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ეს დეტალებში არ შედის. დიდად არ აინტერესებს ახლა იქ რაღაც რამხელა იქნება უკრაინის არმია და დე ფაქტო კონტროლი იქნება და ენის სტატუსი როგორ იქნება. გამარჯობა, ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში და დღევანდელ ეპიზოდში გვეყოლება სტუმარი რეზიკო იავა, პოლიტოლოგი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, 28 პუნქტიან გეგმაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმდა, კორუფციის სკანდალზე და მოკლედ აი ამ ბოლო ხანებში მიმდინარე საკითხებზე. და მოკლედ არ ვიცი, დავიწყოთ ალბათ აი ამ ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმით და მე ნელ-ნელა გავყვეთ სხვადასხვა საკითხებს. აი როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა პირველ რიგში ამ გეგმის გაცნობის შემდეგ, რატო გეკითხები ამას? ანუ იქ საუბარი იყო, რომ ეს რაღაცა რუსები შემუშავებულია და პირდაპირ მისცეს ამერიკელებს. იყო ინფორმაცია, ბლუმბერგმა გაავრცელა, რომ უიტკოფი ეხმარებოდა, ესე იგი, უშაკოვს და დიმიტრიევს ტრამპთან საკითხების დალაგებაში, რჩევებს აძლევდა, თუ რა რიტორიკით უნდა ესაუბრათ და სტრატეგიით ტრამპთან და გაჩნდა ეჭვი იმის შესახებაც, რომ ეს გეგმა თავიდან ბოლომდე ერგება, ესე ვთქვათ, დიდი მოთამაშეების ინტერესებს და უკრაინისთვის ეს იქნებოდა კაპიტულაციის ტოლფასი. აი ამ გეგმის პირველ სახეზე დათანხმება. შენ რა სიტყვა? ხო, თვითონ ჯერ საინტერესო წინა პროცესი რაც უძღოდა ამ გეგმას, ხო? თავიდან ამ ტრამპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და რაღაც რუსეთის დამოკიდებულება ტრამპის მიმართ არის რაღაც ესეთი ტეხილისებური, რომ ჯერ ტრამპი ჩვენი კაცია და მერე ტრამპი საზღარიანი იმპერიალისტია. აქედან აქამდე შეიძლება იყოს 2 დღე. პუტინმა თქვა, ჩემთვის მოულოდნელი იყო როსნევცზე და ლუკოილზე დაწესებული სანქციები. თან ეს ამ სანქციებს წინ უძღოდა ჯერ თითქოს ჩანიშნული შეხვედრა, რომელიც ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო, ტრამპს და პუტინს შორის და რაღაც მორიგი გარღვევა უნდა მომხდარიყო და ამ შემდეგ ეს შეხვედრა ჩაიშალა და უცებ ტრამპმა დაუწესა სანქციები ავტობ კომპანიებს და ამ სანქციებიდან მე ისე უცებ დაუბრუნდით, რომ აიყო ახლა ვამთავრებთ კონფლიქტს ყველა 28 პუნქტიანი გეგმით. ნუ სხვადასხვა რაღაც ფაქტორი დაემთხვა, რამაც ხელი შეუწყო ამ გეგმის გამოჩენას. პირველი, ეს არის აშკარად აი უიტკოფი დიმიტრიევის მოლაპარაკებების შედეგად წარმოშობილი გეგმა, სადაც თქვა რუსებმა მიაწოდეს თავისი მოთხოვნები, მათ შორის რაღაც მაქსიმალისტური მოთხოვნები, როგორც უშაკოვი უძახის იმ ერთ-ერთ საუბარში, რომელიც გავრცელდა, მე ეს გადაფუთა უიტკოფმა და ამ ფორმით წარადგინა საბოლოო ჯამში ტრამპსაც და ნუ მე აი დრისკოლი ამერიკის არმიის სახმელეთო არმიის ხელმძღვანელი არის სამხედრო პირი, ანუ პოლიტიკური ფიგურა ჯეი-დი ვენსის კურსელი იყო. რომელმაც მე ის ჩაუტანა უკრაინელებს და ნუ ევროპელებმაც გაიგეს შემდეგ როგორ ჩანს პრესიდან. და ნუ ეს მთელი რაღაც წინა პირობები როგორ იცვლება სწრაფად ეს დამოკიდებულება თვითონ ამ ორ მხარეს შორის. ზელენსკი იყო ჩასული ოვალურ კაბინეტში, რომ ტომაჰავკები წამოიღო იქიდან, იყო რაღაც ძალიან უпроსორად დადებითი მოლოდინების განწყობა უკრაინელებში. მე იმ შეხვედრაზე რაც მედიასთან გამოიტანეს, არაფერი მსგავსი, ესე ვთქვათ, პოზიტიურის მაგას არ ეცხო, იმიტომ რომ ტრამპმა ძალიან ორაზროვანი განცხადებები გააკეთა და აი ამ იარაღის გარეშე გამოუშვა იქიდან და ამას უნდა მოყოლოდა ბუდაპეშტის შეხვედრა, ხო, როგორც ვთქვით და მოკლედ ანუ მართლა რაღაცა აიწონა არის. ნუ თან მე მგონია რომ რაღაც ამ გეგმის წინ ახლა გამოჩენას ხელი შეუწყო ალბათ ორმა მთავარმა ფაქტორმა. პირველი უიტკოფი რადგან მუშაობდა, უიტკოფი მანამდე იყო ამერიკის რაღაც სპეცწარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში და აი ღაზაში კონფლიქტის დასრულებამ, როგორც ჩაითვალა თვითონ ტრიუმფალურმა დასრულებამ, როგორც თავად ტრამპმა და მის ადმინისტრაციამ ჩათვალა
ამის შემდგომ ის გადაერთო მთლიანად აქსიოსზე გამოქვეყნდა ეს გეგმა აქსიოსში მაგალითად ეწერა რომ პირდაპირ თვითმფრინავში დაიწყო უკვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე ფიქრი, როდესაც მაიამისკენ მიფრინავდა. ეს იყო პირველი და მეორე თვითონ ის სიტუაცია, რაც უკრაინაში შეიქმნა ერთი მხრივ თქვათ ფრონტის ხაზზე, როდესაც ბოლო რაღაც ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა უკრაინას პრობლემები, თქვათ პოკროვსკთან, კუპიანსკთან და გულაიპოლესთან და სხვა ტერიტორიებთან, როცა რუსების წინსვლა, თქვათ, უფრო მაღალი ტემპით მიდიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფრონტი ჩამოინგრა და რაღაც სრული კატასტროფა დადგა, მაგრამ, თქვათ, გარკვეული პრობლემები, თქვათ, სამობილიზაციო რესურსთან დაკავშირებით და ასე შემდეგ უკრაინას ჰქონდა. პლუს, როგორც ამბობენ, მოდის ყველაზე რთული ზამთარი უკრაინისთვის, ენერგო მომარაგების მხრივ იქნება, თქვათ, არის თქვათ რაღაც ფინანსური პრობლემები და ის კორუფციული სკანდალი, რომელიც ახსენე ყველაზე დიდი სკანდალი ზელენსკის მმართველობის პერიოდში ალბათ არ ვიცი რამდენად სწორი ვიქნები, მოდი ვთქვათ, რომ ომის დაწყების შემდგომ სადაც პირდაპირ გარეული არის ზელენსკის ბიზნეს პარტნიორი, კვარტალი 95-დან იყო ორი მინისტრი, ენერგეტიკის და იუსტიციის, რომლებიც უკვე გადადგნენ და ერმაგზე არის საუბარი დღეს სანამ დავიწყებთ საუბარს უკვე ჩხრეკა ჩატარდა. ხო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რომელიც რაღაც რუხი კარდინალი, რუხი, არც ისე რუხი ალბათ, კარდინალი უკრაინული პოლიტიკის და ერთ-ერთი ესეთი წამყვანი ფიგურა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, ეს სკანდალი კორუფციული, რომელიც ენერგოატომთან არის დაკავშირებული და როგორც თქვით, რაღაც ძალიან დიდი მაღალი ფიგურები არის გარეული, პლუს ნაბუსთან ან ანტიკორუფციულ სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები. ესეც რაღაც ჯერ კიდევ ზაფხულიდან იღებს სათავეს, როდესაც აქციები როცა ხო, რომ ნაბუ არის, თქვათ, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სტრუქტურა, რომელიც შეიქმნა ევრომაიდნის შემდეგ დასავლეთის მოთხოვნით, რომ გაეკონტროლებინა, თქვათ, რეფორმები უკრაინაში და საფხულში ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ ის დაექვემდებარებინა გენერალური პროკურატურისთვის, რომელიც უკვე თვითონ მთავრობას. ხო, ანუ დამოუკიდებელი ინსტიტუციური რაღაცა. ხო, მოეშალა მისთვის და ალბათ გათვლა იყო ის, რომ ქვეყანა რომელიც ომშია, არ მიაქცევს ამას დიდ ყურადღებას, მაგრამ საკმაოდ წინააღმდეგობა შეხვდა თვითონ ნაბუსგან, დასავლეთისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგანაც უკრაინული და ზელენსკის მოუწია უკან დახევა და უკვე ნაბუმ დაიწყო შემოდგომაზე აი ისა შენი აზრით რატო გადადგა ზელენსკიმ ეგნაბიჯი? როგორც ამბობენ თვითონ ერმაკი იყო ამის ინიციატორი ამ ნაბუს დამოუკიდებლობის მოსვლის. ხო, ანუ და ეს მე ძალიან კარგად გამოიყენა თვითონ ზელენსკის ოპოზიციურმა წრეებმაც, ხო, რომლებიც თვლიან, რომ თქვათ 2019 წლიდან, როდესაც ზელენსკი გამოჩნდა და უკვე პარლამენტშიც, როგორც თავად პრეზიდენტი გახდა და შემდეგ პარლამენტშიც მოიპოვა უმრავლესობა და მე 2022 წლიდან, როდესაც მოახდინა უკვე ძალაუფლების მთლიანად საკუთარ ხელში მოქცევა, რადგანაც უკვე აგრესიის წინააღმდეგ უწევდათ ომში ქვეყნისთვის ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ოპოზიცია თვლის, რომ ამ რაღაც კონსოლიდირებულ ძალაუფლებას იყენებს არა მხოლოდ რაღაც რუსული აგრესიისთვის ეფექტურად წინააღმდეგობის გასაწევად, არამედ თქვათ მისი ახლო წრის, შეიძლება თავად საკუთარი თავის გასამდიდრებლადაც და ასე შემდეგ. აი სხვა შორის ეს 28 პუნქტიანი გეგმა პირველი ჯერ კიდევ აქსიოსამდე გამოქვეყნდა გონჩარენკოს, ჩვენთვის კარგად ნაცნობი დეპუტატის, სადა ისეთ საეჭვო წარსულით და ბიოგრაფიით, მის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა უკრაინულად. პირველი მას ჩაუვარდა რა мотиваცია ჰქონდა, თქვათ, ზელენსკის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატს ამ გეგმის გამოქვეყნების ეს და ისეთ საკამათო საკითხია, ხო, შეიძლება მას თუნდოდა რომ ეჩვენებინა რომ აი ზელენსკის კაპიტულანტურ გეგმაზე აწერინებენ ხელს. რამდენად არის ეს გეგმა კაპიტულანტური, ამაზე შეგვიძლია უკვე. ხო, აი მაგაზე ვისაუბროთ. არის მანდ რამდენიმე პუნქტი, რომელიც ცალსახად თქვათ რუსეთის სასარგებლო წყლაპირული შესაძლოა ტერიტორიული საკითხია. უკრაინამ უნდა დატოვოს მათ შორის დონეცკის ის ტერიტორია, რომელიც სადაც ჯერ რუს ჯარისკაც ფეხი არ დაუდგამს. ნუ თავარი არის სლავიანსკი კრამატორსკის ის გამაგრებული აგლომერაცია, რომელიც იყო დონეცკის დაცვის ცენტრი. და ნუ ეს უნდა დატოვონ უბრძოლველად და თქვათ დონეცკში და ლუგანსკში
თითქოს რუსეთის მხრიდან იქ დათმობაც არის, რომ იქ რუსული არმია არ შევა, მაგრამ რა შევა იქ რუსეთის მხრიდან, თქვა იქნება ეს როსგვარდია თუ რაღაც FSB-ს ნაწილები. ხო, ადმინისტრაციული კონტროლი იქნება რუსეთს. ზაპოროჟიეში და ხერსონში იყინება ხაზი, მაგრამ უბრძოლველად დათმობა თავარი გამაგრებული პუნქტების, რომლის გამოც ხო, ყველაზე გამაგრებული პუნქტების, რომლის გამოც ჯერ კიდევ 2014 წელს ბევრი უკრაინელი დაიღუპა და თქვათ ასე შემდეგ ეს ძალიან ისე ცუდად წარმოჩინდება თქვათ უკრაინული მოსახლეობის თვალში. პლუს არის კიდევ სანქციების მოხსნის საკითხი, რუსეთს უნდა მოუხსნან სანქციები, რომელიც დაუწეს ეს ომის დაწყების შემდეგ და ეს არ ვიცი ცოტა სიმართლე გითხრათ როგორ განხორციელდება, შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოხსნას, მაგრამ თქვათ ევროკავშირს ამდენად მოახსნევინებენ ამ სანქციებს დაიძულებენ თქვათ კიდევ შეიძინოს უკვე რუსული ენერგორესურსები, ეგ ცოტა ბუნდოვანი არის რუსული გაყინული რეზერვების პუნქტიც, რომელიც ასევე რუსეთის სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი 300 მილიარდზე, საუბარი 300 მილიარდი, პლუს მინუს. რომ აქედან 100 მილიარდი უნდა მოხმარდეს უკრაინის რეკონსტრუქციას, ოღონდ მოგებად მიდის ამერიკელებთან და 200 მილიარდი იქნება საერთო რუსულ-ამერიკულ პროექტებში დაიხარჯება. ეს არის აი კირილ დმიტრიევის ჩაწერილი ხო, თან ისე მაგ 300 მილიარდს რაც შეეხება ევროპაში, ესე ტალღისებურად გააქტიურდება ხოლმე იმაზე ლაპარაკი, რომ თქვათ უკრაინას მივცეთ ეს ფული, ან რაღაც ნაწილი, რომლითაც ან რეკონსტრუქცია მოხდება, ან იარაღის შეძენა და მოკლედ მთელი ამბებია ხოლმე მაგასთან დაკავშირებით და ეხლა რამდენიმე კვირის წინაც გააქტიურდა ეგ ამბები, რომ ხო, და აი ეგ 300 მილიარდიც ესე წყდება, ხო და ეს აშკარად დმიტრიევის ჩაწერილი პუნქტია, იმიტომ რომ იქ საუბარია რაღაც ცოტა ისეთ შეიძლება არა ცოტა ფუტურისტულ გეგმებზე, ხო გვირაბი ალიასკასა და ჩუკოტკას შორის და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ როცა ადრე მიდიოდეს საუბრები წინა გეგმებზე, მაშინ გაუგზავნა პუტინმა დმიტრიევის ხელით ტრამპს თქვა ორი დოკუმენტი ტრამპს ხიბლავს თან ეგეთი. ხო, პირველი დოკუმენტი ორი ისეთი დოკუმენტი იყო, რომელიც მას მის რაღაც წამოგებაზე იყო ალბათ ორიენტირებული. პირველი ეს იყო KGB-ს არქივებიდან მასალები კენედის მკვლელობაზე, რომელიც ალბათ რაღაც deep state-თან და აქეთ მიდიოდა, რომელსაც ტრამპი თითქოს ახლა ებრძვის იქ ამერიკაში და მეორე იყო სულსად აი ხრუშოვი კენედის გეგმა ამ გვირაბის მშენებლობაზე, ტრამპი როგორც რაღაც დეველოპერი, მშენებელი და ასე შემდეგ, ამას კარგად უნდა აყოლოდა თავის დროზე. ეს პუნქტიც არის რუსული ენის და მოსკოვის საპატრიარქოს ქვეშ მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დაბრუნების ან მათ მიმართ თქვათ შეზღუდვების მოხსნის საკითხი, რომ ეს შეფუთულია ევროკავშირთან ინტეგრაციის ჭრილში, რომ უკრაინა მიდის ევროკავშირისკენ და უნდა მიიღოს ისეთივე თქვათ კანონები, როგორც არის ევროკავშირში ენობრივ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით და მაგ მხრივ თქვათ იხსნება შეზღუდვები რუსული ენა არ იქნება აკრძალული და თქვათ ეს ეკლესიაც თავის რაღაც ავტონომიას ავტოკეფალიას ხო აი ამას დაიბრუნებს და პლუს იქ არის კიდევ შეზღუდვების მოხსნა თქვათ მედია საშუალებებზე ორივე მხრიდან ეს არის რაღაც წარმოდგენები, რომელიც არსებობს პუტინის და თქვათ ალბათ რუსული ისტებლიშმენტის თვალში, რომ აი არის რაღაც ნამდვილი უკრაინა, რომელსაც არ აძლევენ ხმის ამოღების უფლებას და აი როგორც კი არჩევნები გაიმართება და თუ მათთან მიიტანენ თავის სათქმელს ეს ხალხი ნორმალურ რეჟიმს, მათთვის ნორმალურ რეჟიმს მოიყვანს ხელისუფლებაში და პლუს არის კიდე ერთი პუნქტი, რომელსაც ძალიან ბევრი არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ მე ვთვლი, რომ შეიძლება ეს იყოს ის პუნქტი, რომელსაც ბევრი რაღაც გაჩერდეს. ეს არის სამხედრო დანაშაულებებზე ბრალეულობის მოხსნა, ყველანაირი საქმის შეწყვეტა, მათ შორის პუტინს აქვს ჰააგის სასამართლოს ორდენი და ანუ არ უნდა ყველანაირი თქვათ რაღაც სასამართლო დავები იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები, უნდა შეწყდეს, ხო? ანუ გასაგებია რომ არის ვიღაცები, ვინც იბრძვიან ამ ომში, მაგრამ კი უსამართლო და დანაშაულებრივ ომში, მაგრამ არ ჩადიან თქვათ სამხედრო დანაშაულებს, ეს ეხება ვინც დოკუმენტირებული ადამიანები, რომლებსაც ჩაიდინეს თქვათ აწამებდნენ, თქვათ მშვიდობიანი მოსახლეობას ანადგურებდნენ, ძალადობდნენ და ასე შემდეგ. ეს იქნება ძალიან ისეთი ტკივნეული საკითხი თვითონ უკრაინულ საზოგადოებაში, როგორც ჩანს, იმიტომ რომ
უკავშირდება გარკვეულწილად რაღაც ღირსების საკითხს, აი ზელენსკის მიმართვა რომ იყო ამ გეგმის გავრცელების შემდეგ ის ბევრს საუბრობდა ამ ღირსებას. ხო, ანუ ამ ღირსებას დავკარგავთ ან ხო, აი ამ ღირსების თემაზე და ეს არის ზუსტად აი ამ ღირსების საკითხი, რომ ბევრია ვინც თქვათ ახლობელი და კარგა ოჯახის წევრი და ადამიანური ტრაგედიების ხო, რომელზეც და მისი ამ ტრაგედიების ორგანიზატორები გამოდიან აბსოლუტურად დაუშლილები, რაც ალბათ იქნება რთულად გასატანი საკითხი და პლუს კიდე ერთი არის ესეთი ბოლო პუნქტია ამ ტერიტორიების, რომელიც რუსეთს აქვს ახლა ოკუპირებული, მათი დე ფაქტო აღიარება. ცოტა ბუნდოვანი არის, იმიტომ რომ დე ფაქტო ისედაც აკონტროლებს ახლა მას. ხო. რუსეთი რას ნიშნავს ეს დე ფაქტო აღიარება, ვთქვათ? ანუ თუ ისედაც აკონტროლებ ხო, ანუ ეს გადაიზრდება დე იურეში, აღიარებს ზოგიერთი ქვეყანა, ვთქვათ, უკრაინას ამას არ თხოვენ, როგორც დოკუმენტის წერია, მოკლედ თვითონ ბუნდოვანი პუნქტია და შეიძლება ვთქვათ რუსულმა დიპლომატიამ ეს გამოიყენოს ისე დაატრიალოს, რომ მათ სასარგებლოდ იყოს. ეს არის ის პუნქტები, რომელიც ვთქვათ, რომლის გამოც ამ გეგმას ეწოდა რაღაცა კაპიტულანტური პრორუსული და მოსკოვში დაწერილი და ასე შემდეგ. მაგრამ არის იქ რამდენიმე პუნქტი, რომელიც გამოც შეიძლება უკვე რუსეთმა თქვას თვითონ ამ გეგმაზე უარი. ერთი ამბავი ისაა, რომ თქვათ რუბიო ჩაერთო, ხო, უკვე მოლაპარაკებებში და თქვათ უკრაინულ მხარეს ესაუბრნენ შვეიცარიაში, ხო, თუ არ ვცდები. და 19 პუნქტამდე შეიცვალა ეს 19 პუნქტამდე შეიცვალა, ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა, მაგრამ ეს 19 პუნქტი მე ეგრე საჯაროდ არ ვიცი, მე არც არ მინახავს. და რაღაცა რუსეთის მოედანზე გადააგდეს ბურთი და რუსებისგან ჯერ პასუხი მკაფიო არ არის, ხო? ხო, თვითონ რუსების გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ მათ არიციან ვინ არის, არის რაღაც გეგმა, რომელიც ეს გეგმა რაღაც კამელეონივით იცვლება იმის მიხედვით, ვინ შეახებს მას. თავის ხელს თან ამერიკიდან არის რამდენიმე ფიგურა და ვისიც ვერ ხვდება ვისთან მოუწევს, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ესე დეტალებში არ შედის. დიდად არ აინტერესებს ახლა იქ რაღაც რამხელა იქნება უკრაინის არმია და დე ფაქტო კონტროლი იქნება და ენის სტატუსი როგორ იქნება, მისი ის თავის თავს ხედავს, რომ ჩაერთვება ბოლო მომენტში, როცა ხელი მოეწერება და ყველა ხელს ჩამოართვევს და ის იქნება ცენტრში ამ ყველაფრის. არის ვიტკოფი, რომელიც ყველაზე უფრო მისაღებია რუსეთისთვის, მაგრამ ვიტკოფს არ აქვს რაღაც ინსტიტუციური ძალა. ანუ ის რაღაც მიდის ჩადის მოსკოვში, ახაც აპირებს ჩასვლას. ხდება მოაქვს იქიდან რაღაც წინადადებები, გადაფუთავს ამას, შეალამაზებს ამ წინადადებებს, მაგრამ მე იკარგება ამ შიდა პოლიტიკურ და თქვათ რაღაც გეოპოლიტიკურ დავებში მისი შეხედულება, იმიტომ რომ ინსტიტუციური ძალა მას არ გააჩნია. ნუ არის კიდევ რუბიო, რომელმაცაც ვერ აეწყო ურთიერთობები სერგეი ლავროვთან, ხო, მათ დაბრალდათ ორივე მხრის ბუდაპეშტის შეხვედრის ჩაშლა. იმიტომ რომ ლავროვი რაღაც უკვე რეალურად მხოლოდ პუტინის ნარატივების გამჟღერებელია, რუბიოც თან ისეთი უფრო ითვლებოდა ტრადიციული რესპუბლიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლად, რომელიც უფრო რუსეთის შეკავებაზე არის ორიენტირებული. პლუს კიდევ არის ჯერ კიდევ არის კიტ კელოგი, რომელიც უფრო პროუკრაინულად განწყობილია. ანუ ძალიან ბევრი ფიგურაა იქით, რომელთანაც ანუ თქვათ თუ ვიცით რუსეთში ვის უნდა ესაუბრო, რუსეთმა არ იცის იქით ვინ არის საბოლოო ჯამში, ვინც მოიტანს იმ გეგმას. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს უიტკოფი არის ადამიანი, რომელიც ჩანს ხო ეხა მისი ინტერვიუებიდანაც რომ მოხიბლულია ამ პუტინით და ფაქტიურად რუსეთის და ან რუსების სასარგებლო იდიოტადაც შეიძლება ჩაითვალოს ხო რაღაცა ამერიკელების ამ მომლაპარაკებლების გუნდში. მეორე მხრივ ტრამპი რომელიც არ აღიქვამს ეგრე ტრაგიკულად უიტკოფის აი ამ როლს გულისხმობ თქვათ ბლუმბერგმა რაც გაასაჯაროა ხო ჩანაწერებს და ამბობს რომ ის არის უძრავი ქონების აგენტი იყო და ჩოლებრივი მოლაპარაკებების ამბავია ეგ რომ ერთი მხრივ მიყიდოს რაღაცა უკრაინელებს და მეორე მხრივ რაღაცა მიყიდოს და შეასაღოს რუსებს და რუბიო რომლის ჩართვაც არ ვიცი რაღაცა უკრაინის გულშემატკივრებს გაუხარდათ იქიდან გამომდინარე რომ როგორც შენ აღნიშნე უფრო მეტად რაღაცა ეს ქორული თუ არ ვიცი რაღაცა ნუ ის ტრადიციული რაღაც საგარეო პოლიტიკის მიმდევარია და რუსები მეორე მხრივ ამბობდნენ რომ ესე იგი ეს გეგმა ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას რომელსაც შეიძლება დაეშენოს საბოლოო ესე ვთქვათ ცეცხლის შეწყვეტის თუ არ ვიცი სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ რაღაცა ესე ვთქვათ კონკრეტული პასუხი
რუსების მხრიდან ჯერჯერობით არ არის და ალბათ ვიტკოფი უნდა ჩავიდეს მოსკოვში და მე ხო რაღაცები მე უფრო გაირკვევა თან ჯერჯერობით ამ გეგმაშიც არის რაღაც პუნქტები რომლის გამოც რუსეთი მასზე სავარაუდოდ უარს იტყვის ეს არის თქვათ გარანტიები პირველი ეს არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის რომელიც ისე არის გაწერილი ძალიან თავიდან საუბრობდით ხო რომ ეს არის რაღაც აშკარად იტყობა რომ არადიპლომატების დაწერილი დოკუმენტია რომელსაც თქვათ რაღაც არ გაუვლია თქვათ რევიზირება გადახედვა თქვათ ან სახელმწიფო დეპარტამენტში ან ლავროვის უშაკოვის და ეგეთი ფიგურების მიმართ იმიტომ რომ ისეთი ლაფსებია გაპარული რომელზეც რომელზეც ისინი თვალს არ დახუჭავდნენ აი რაღაც სტარტზეა საუბარი რომელიც 2009 წელს დასრულდა და სტარტ 1 არის აღარ ახსოვს იმის შემდეგ იყო სტარტ 3 აი მედვედევი ობამას დოკუმენტი რომელსაც ახლა წელს გადის ვაზდა და იდეაში თუ რაღაც გაგრძელება უნდა მისი გაგრძელებაზე უნდა იყოს საუბარი სტრატეგიული შეტევებითი შეიარაღების ბირთვული იარაღის რაღაც კონტროლის მექანიზმებზე და თუ რაღაც გაგრძელებაზე რაღაც დრო სტარტ 1-ია ხა რაღაც თქვა რომ შეიძლება მართლა ის დაწერილი მაგრამ არის ეს უსაფრთხოების გარანტიები რომელიც ძალიან ბუნდოვანია იქ საუბარია რომ თქვათ თუ რუსეთი დაესხმება თავს უკრაინას დაბრუნდება ყველა სანქცია ეგრევე და თქვათ შეერთებული შტატები და ნატო და თქვათ დაეხმარება უკრაინას ოღონდ რა ფორმით მოხდება ეს დახმარება იქნება ეს თქვათ მათი პირდაპირ სამხედრო მონაწილეობა იქნება ეს იარაღის და სადაზვერვო ინფორმაციით მომარაგება თუ სხვა ფორმა თუ ცის ჩაკეტვა თუ ასე შემდეგ ის ამბავი ხო ეს ბრიტანელი და ფრანგის სამშვიდობოების საკითხი აღარ განიხილება ამ გეგმაში მაგრამ როგორც არ უნდა იყოს თქვათ პუტინისთვის ალბათ მაქსიმალურად მისაღები იქნება რომელიც გაწერილი იყოს რომ უკრაინულ სახელმწიფოს არ ექნება არანაირი კავშირი დასავლელ სამხედროებთან ანუ არ გაივლის მათთან ერთად წვრთნებს მომზადებას და შემდეგ სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან სადაზვერვო კომპლექსთან და ასე შემდეგ იმიტომ რომ ეს ასე თუ ისე მაინც ნიშნავს უკრაინის უკვე გადასვლა საბოლოოდ თქვა დასავლურ ორბიტაზე მიუხედავად იმისა რომ თქვა რაღაც 20% დანგრეული ტერიტორიის დარჩება რუსეთს ეს ანუ საბოლოო ჯამში პუტინის მიერ მაინც აღიქმება ალბათ თავის მარცხა და მეორე საკითხიც პარემ რო თქვა რომელიც მიუღებელი იქნება ეს არის უკრაინის არმიის რიცხოვნობაზე წერია იქ და ეს კვადრატულ ჩხრებში ჯაზმა 600,000 არის რიცხვი რომელიც რაც უნდა საერთოდაც არ არის ეს არის ანუ რეალურად უკრაინის არმია ომის დაწყებამდე იყო 250,000 ხო მშვიდობიანობის დროს არა იყო 250,000 ახლა უკრაინის არმიის რაოდენობა არის მილიონზე ცოტა მეტი ოღონდ აქ შედის ყველაფერი მთელი ზურგის ნაწილები და ანუ გასაგებია რომ წინა ხაზზე ამდენი ადამიანი არ დგას თვითონ ბრიტანული გათვლებით მშვიდობის დროს უკრაინას შეუძლია 9 მილიონიანი არმიის შენახვა 600,000-იანი არმია არის ყველაზე დიდი არმია ევროპაში რეალურად. ხო, ეს საერთოდ არა კრიტიკული. არა, პირიქით ეს არის ან ისა პროუკრაინული ჩანაწერი, მით უმეტეს როცა არაფერი არ წერია სხვა ტიპის შეიარაღების შეზღუდვაზე. თქვათ, რამდენი ტანკი შეიძლება ყავდეს და ამ შემდეგ, ამაზე არაფერი არ წერია, ანუ ეს იქნება რაღაც გიგანტური მანქანა. სამხედრო მანქანა თან ერთ-ერთი პუნქტი წერია იქ, რომელზეც რაღაც მემები იწერებოდა და რომ ამერიკა თქვათ, ყველანაირ გარანტიას მოუხსნის უკრაინას, თუ უკრაინა დაესხმება თავს სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვს. და მიდიოდა იქ, რომ აი ბელგოროდს თუ დაესხმება და ყაზანს, მაშინ არ მოუხსნის ამ იმას, მაგრამ რეალურად მან სხვა ის იყო გაპარული თუ შეგნებულად ჩაწერილი, რომ უკრაინას აიქნება შეიარაღება, რომელთაც შეუძლია მიწვდეს მოსკოვს, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო ომის დაწყების, ხო, რომ აი უკრაინა, რომელიც ემუქრება რუსეთს უქმნის ეგზისტენციალურ საფრთხეს. უკრაინის საზღვრიდან მოსკოვამდე ძალიან დიდი მანძილია და თუ უკრაინას ექნება ისეთი შეიარაღება, რომელთაც ამ სიშოროზე შეიძლება სამხედრო დარტყმის განხორციელება, ეს ნიშნავს, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი მრავალრიცხოვანი არმია, ულტრა თანამედროვე შეიარაღებით, რომელსაც სავარაუდოდ კიდევ უკან ეყოლება ალბათ დიდი სამობილიზაციო რეზერვი, თუ ეს რეზერვი იქნება რაღაც ფინური რეზერვის მსგავსი, რომელიც რაღაც მუდმივ შეკრებებს და გადამზადებას გადის, ნუ ეს იქნება რაღაც ეს პლუს ის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს რაღაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის, რომ გაიმეოროს თავდასხმა და პლუს კიდევ არის პირველი პუნქტი, სადაც საუბარია რომ უკრაინა არის სუვერენული, ცოტა ისეთი პუნქტია ხა. მე მგონი არავის არ უღიარებს, რომ უკრაინა არ არის სუვერენული, მაგრამ ნუ აი რუსულ ძალიან ისეთ hardcore დიმიტრი მედვედევი რო წერს ხოლმე, რომ უკრაინა არის 404 სახელმწიფო შეცდომას რო გიწერს 404, აი ეგეთ იმაშიც ალბათ ეს
პოზიტიურად ხო, პოზიტიურად არ აღიქმება და პლუს არის კიდევ გაყინვაც ალბათ აი ესეც ზუსტად აი მედვედევის ტიპი hardcore რაღაც ულტრანაციონალისტ რუსებში ალბათ კარგად არ იქნება ახმული რომ რაღაც გამდენი წლიანი ომის შემდგომ ხარკოვი, ოდესა, ნიკოლაევი და ესეთი წმინდა რუსული ქალაქები ისევ უკრაინის და კიევი რომელიც არის რაღაც რუსული ქალაქების დედა როგორც თვითონ უწოდებენ კიევში ისევ არის მათთვის მიუღებელი რეჟიმი ზის ხო? აი ისეთი შთამბეჭდილება მრჩება რომ ამ გეგმითაც კი ვიღებთ კბილებამდე შეიარაღებულ უკრაინას ყოველ შემთხვევაში თუ ეს გეგმა მიიღეთ მე მგონი რომ ბოლოს ეს იქნება ხო ცხადია მაგრამ აი რისეთ თქმა მინდა იცი რომ ჰიპოთეტურად რო დავუშვათ რომ მიიღეთ ეს გეგმა შენ რაც ახსენე რომ აი რაღაცა ამ გეგმის მიღების შემთხვევაში მაინც არა გამორიცხული რომ დასავლურ ელსებზე გადამჯდარი ესე ვთქვათ უკრაინა მივიღოთ ერთი კბილებამდე შეიარაღებული ჩამოთვალე ქალაქები რომელიც უკრაინის მხარეს რჩება და რაც ძალიან მტკივნეულია რუსებისთვის მით უმეტეს აი ამ 100,000 დანაკარგის შემდეგ საბოლოო ჯამში ანუ რუსების ვერც ერთი მიზანი ვერ არის მიღწეული და ხო ან დემილიტარიზაცია დენაციფიკაციაში თუ აღიქვებოდა ის რომ უკრაინას არ ეყოლება სერიოზული არმია ის იქნება რაღაც საპოლიციო ძალების მსგავსი და დენაციფიკაციაში ალბათ აღიქვებოდა ის რომ ეს რეჟიმი არ იქნება ხო ან სუვერენულობის ჩამორთმევა და იმის თქმა მინდა რომ ესე იგი როგორც არ უნდა დამთავრდეს ხო ეს ამბავი ანუ ჩემი თვალთახედვით რუსეთს დღეს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ანუ სუვერენულობას ვთქვათ არმიის რიცხოვნობაზე და თუნდაც ესე ვთქვათ ტერიტორიების არ ვიცი ჩამორთმევაზე რაც პრინციპში მაგათვის ალბათ აქ და ახლა მიზანია ანუ ეგ მიზნები მაინც ვერ იქნება მიღწეული იმიტომ რომ სამხედრო გზით დიდად ამას ვერ აღწევენ და მეორე მხრივ ეგ უკრაინისთვის წითელი ხაზები ანუ იმის თქმა მინდა რომ ეგ ისედაც გარდაუვალია რომ რუსებისთვის დიდად არაფერი იცვლება მოკლედ ეს გეგმა იქნება თუ არ ვიცი მომავალში კიდე შეიძლება რაღაცა უფრო პრორუსული იყოს გეგმა რაღაც სხვადასხვა პუნქტებში იმ საკითხებში ხო რაც არის არ ვიცი ხა არმიის საერთოდ ანულირება შეუძლებელია ხო ამ გადმოსახედიდან ამაზე რომ უკრაინა დათანხმდეს ხო არა ეგ გამორიცხული რაღაც ტერიტორიების დე იურე ჩაბარება გამორიცხულია ხო თქვათ რეჟიმის შეცვლა ეგ მოთხოვნაც არ წერია რომ უკრაინას არ ევალება რომ აღიაროს ეს რუსეთის ტერიტორიებად ეგრე არის მითითებული ხო და ანუ ეხა ამ ყველაფრიდან გამომდინარე რამდენად შეიძლება იყოს რუსეთის мотиваცია თუნდაც და ეხა რეალისტური იმის ფარგლებში ვლაპარაკობ და არა რაღაც ჰიპოთეტურად რომ მართლა კაპიტულაცია გააკეთოს ხო ზელენსკიმ ანუ კაპიტულანტური გეგმა ვერ დაიდება რა ვერც ერთ შემთხვევაში ხო და რა გეგმაც არ უნდა დაიდოს ანუ ეს რატო შეიძლება იყოს რუსეთისთვის მისაღები ანუ მეც მოყვები აბსოლუტურად რომ სულ რომ ანუ რაღაც მიიყვანონ აქამდე ზელენსკი რომ კი აწერს ამას ხელს იქ კიდე პუნქტებია რომელიც რაღაც მოითხოვს ნატოს წევრი ქვეყნებისგან თანხმობას რომ ნატომ უნდა უკრაინამ უნდა ჩაწეროს კონსტიტუციაში რომ ის ნატოს წევრი არ გახდება და ნატომ უნდა ჩაწეროს თავის განფუძნებელ დოკუმენტებში რომ მეტი აღარ გაფართოვდება ნუ ალბათ იქ რუსეთისთვის ალბათ თავარი მოთხოვნა იქნება ბელარუსი უკრაინა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მაგრამ იქ არის კიდევ მაგალითად ავსტრია რომელსაც შეიძლება მოუნდეს ნატოში ბალკანეთზეა საუბარი და ასე შემდეგ ხო, ანუ იქ კიდე საჭირო იქნება ნატოში კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება, ანუ ყველა წევრის დათანხმება იქნება საჭირო და დიაში ეს ნიშნავს ნატოს თვითონ არსის შეცვლას, რომ ეს არის რაღაც ორგანიზაცია ღია კარის პოლიტიკით, რომელსაც ეგეთ შეზღუდვა არ უნდა დაუწესდეს და რაც არ უნდა ცადოს ამერიკამ თქვა ხელების გადაგრეხვა და შეიძლება ამაში გამოიყენოს თქვა ტრამპის ეს სავაჭრო პოლიტიკა და სატარიფო ომი რომ თქვა მიუხედავად ურსულა ფონ დერ ლაიენთან დადებული შეთანხმებისა დაემუქროს კონკრეტულ ქვეყნებს რომ აი ხო 50%-იან ტარიფებს დაგიწესებთ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, გერმანიაც, ალბათ საფრანგეთი ძალიან რთული წარმოსადგენია რომ აი ისევ ღირსების იმაზე მიდის ხო რომ ეს ნიშნავს რომ აი პუტინმა რაღაც იარაღი დაგვადო და გვაიძულა რაღაცის რუტემ ხო თქვა რომ ანუ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ამერიკი ცოტა სასაცილო განცხადება იყო მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვეტოს ადებს უკრაინის ნატოში მიღებას უკრაინის ნატოში შესვლა შეუქცევადი პროცესი ხო ანუ და მიუხედავად იმისა რომ გასაგებია რომ დე ფაქტო ისეაც
ვიცოდით რომ აი კონსენსუსი არც იყო მიღწეული უკრაინის ნატოში გაწევრიანებას დაკავშირებით და ალბათ რაღაც უახლოესი წლების პერიოდში ამ კონსენსუსის მიღწევაც გამორიცხული იყო, ხო? მაინც რთული წარმოსადგენია რომ აი სკანდინავიური ქვეყნები თუნდაც დაითანხმონ იმაზე რომ აი თქვათ პუტინის ზეწოლის ქვეშ რომ რაღაც აი რაღაც კუჩის ბიჭმა რაღაც იარაღი დაგვადო და ამის გამო ჩვენ რაღაც ნატოს რაღაც არსი შევცვალეთ. სულ რო ეს ყველა მხარე დაითანხმონ, არის ამ გეგმაშიც კი ისეთი პუნქტები, რომლის გამოც რუსეთი არ დათანხმდება, მით უმეტეს იმ გადმოსახედიდან რომ პუტინი სავარაუდოდ პუტინი ხომ არ ოპერირებს ისე რომ თქვათ აი ეს გეგმა მინდა და სხვა გეგმა. პუტინი თვლის რომ ფრონტზე მას კარგად მისდის საქმე და ის სად არის ომი კიდევ ხო არ დათანხმდებიან და იარაღით ვიზამ თუ ხო აი ორჯერ ზელენსკის ხო მსახიობს უძახიან ხოლმე რუსეთში და ეს არის რაღაც ახლა მაგალითად ორჯერ პუტინმა ჩაიცვა სამხედრო ფორმა, ჩავიდა რაღაც ბუნკერში, გერასიმოვთან და კიდე სამ გენერალთან ერთად და იქ განიხილავდნენ რაღაც სამხედრო გეგმებს და ანუ ეს იყო რაღაც სიგნალი რომ ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, შეგვიძლია ვიომოთ კიდევ გასაგებია რომ როგორც ჩანს მასთან რაღაც ისეთი ინფორმაცია არ მიდის რაღაც ისეთი ადეკვატური და ობიექტური და ნუ ყოველდღიურად ფრონტზე რა ხდება ხო არანაირი 30 ბატალიონი კუპიანსკთან ალყაში არ ყოფილა რომელზეც ის ღიად საუბრობდა მაგრამ ის თulis რომ ჯერჯერობით ანუ პუტინის ახაც აღქმა ომის არ არის ისე რომ თქვათ დანაკარგი და დიდი დანაკარგის შედეგად მოპოვებული მცირე ტერიტორიული უპირატესობა და ასე შემდეგ ის ამ კუთხით არ უყურებს ის უყურებს ჩვენ წინ მივდივართ ისინი უკან იხევენ ესე იგი ყველაფერი კარგადაა და ანუ ამ კუთხით ის ხედავს რომ მას შეუძლია კიდევ გააგრძელოს ომი და ეს გეგმები შეიძლება რამდენიც გინდათ იმდენი იყოს. ისე გაგრძელებას რაც შეეხება ხო აი მობილიზაციაზე მინდა კითხო რა. ხო გაგრძელება ალბათ გულისხმობს იმას რომ რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის მსგავსი რაღაცა მოხდება თუ ნუ მანდ ბევრი საკითხი არის ეკონომიკური საკითხი რომელზეც ბევრს საუბრობენ რომ თქვათ არის მაღალი ინფლაცია, ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირდა და რუსეთის ეკონომიკას არ შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ამ სამხედრო ტვირთის ზიდვა. მიუხედავად მით უმეტეს სანქციებიც ну ისეთ აი განსაკუთრებით ენერგოკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული, მიუხედავად იმისა, რომ კი ძალიან ხშირად იძახიან რუსეთში, რომ ჩვენ არ ვართ ახლა დამოკიდებული ნავთობის განმიღებულ შემოსავლებზე, მაინც არიან დამოკიდებული და ეს სანქციები იმ კუთხით მუშაობს, რომ მაგალითად ინდოეთთან ეს ტანკერები ისევ რიგში დგანან და აღარ შეედის ეს ნავთობი ინდოეთში. და ინდოეთი პატარა ბაზარი არ იყო. ხო, ჩინეთში კი შედის სახმელეთო მარშრუტიდან, მაგრამ შედის მუდმივი ფასდაკლებებით, იმიტომ რომ ისიც სარგებლობს იმ უპირატესობით, რომ თქვათ რუსეთს მისიქით გზა არ აქვს და მართლა მეგობრები არ არის. ხო, იყენებს რა თქმა უნდა აი თქვათ ციმბირის გაზი ერთი გასადენი, როდესაც გავიდა, ახლა მეორეზე მიდის საუბარი, უკვე წლებია და ყოველ შეხვედრაზე მათ შორის რაღაც ახალ ფორმატს აძლევენ, მაგრამ კომფორტული ვითარება შექმნილი ამომდინარე. და ამიტომაც ეს შემცირებული შემოსავლები ცხადია მოქმედებს და ეს ჩანს იქიდან რომ გადასახადები იზრდება თქვათ რუსეთში, მათ შორის უკვე დღეს გადასახადი გაზარდა, რასაც დიდი ხანი არ ეხებოდა ის გადასახადი, რომელიც უკვე პირდაპირ მოსახლეობას ეხება. და ნუ ეს ეკონომიკური ფაქტორებიც მნიშვნელოვანია. მე ახლა სიმართლე გითხრათ არ ვიცი რამდენი წელი და რამდენი ხანი შეუძლია ამ ეკონომიკას შეინახოს ომის პირობებში მყოფი ქვეყანა, მაგრამ ნუ რაღაც გარკვეული პრობლემები მაგ მხრივ არის. პლუს მობილიზაციაც ახსენე, ესეც პოლიტიკური კუთხით პრობლემაა ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩანს ხო პირველი მობილიზაციაც, რომელიც რაღაც შეზღუდული იყო რაც დიდ ქალაქებს ნაკლებად შეეხო, უფრო დეპრესიულ რაიონებს შეეხო და ასე შემდეგ. საიდანაც ხმა ნაკლებად ისმის ხო ცენტრში. ხო, ანუ მიუხედავად ამისა, ისიც დიდი წვალებით და რაღაც პრობლემებით გატარდა და რაღაც პოლიტიკური ფასიც იყო. ეხლა საყო კიდევ ერთი დიდი მობილიზაციის გამოცხადება აქამდე ყოველ შემთხვევაში აშკარად ჩანს რომ გაურბოდნენ ამას. ამავდროულად ძალიან გართულ და თქვათ კონტრაქტით ადამიანების დაყოლიება რომ წავიდნენ ომში მიუხედავად ესე დიდი ანაზღაურებისა და ასე შემდეგ. ამიტომაც ესეც პრობლემაა თან ეს მობილიზაცია ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ რაღაც დაიძახებდა რაღაც 50 მილიონი კაცი გაჩნდება ფრონტზე იმ ადამიანს რაღაც ელემენტარულად ფორმა ჭირდება, იარაღი ჭირდება, რაღაც ტექნიკა ჭირდება და ასე შემდეგ, რომელსაც რომლის წარმოებაც არ არის ალბათ იმ
დონეზე რომ ეს ყველა ადამიანი რაღაც შეიარაღებული ჯოხით ხარ გაუშვება ბოლო ხომში. ანუ რაღაც მას ჭირდება გარკვეული რაღაც სხვა ბაზა, სამრეწველო და ინდუსტრიული ბაზა, რომელიც ამას მოამარაგებს საჭირო შეიარაღებით, ამიტომ ჯერჯერობით ესე ჩანს რომ ეს გეგმა ახლა ამ პროცესებმა ალბათ უფრო ახლოს მიიყვანა ვითარება მშვიდობამდე ვიდრე ყველა წინა გეგმა, მაგრამ მისი შანსებიც არ არის ძალიან მაღალი რომ არ შეიძლება რა ვიცი 20% ვთქვათ ან რაღაც 25 ან რაღაც, მაგრამ ეს არ არის ნახევართან ახლოსაც კი არ არის, ხო? რომ ვთქვათ ეს დაასრულებს ომს, იმიტომ რომ სავარაუდოდ ორივე მხარე ჯერ თulis რომ რაღაც რესურსი რომ კიდევ მინიმუმ რა ვიცი რამდენიმე თვე, ნახევარი წელი, შეიძლება კიდევ რაღაც წელიც და გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები. ხო, ანუ ისე რაც შეეხება აი ამ შეთანხმებას, ხო, ანუ თუ ჩავთვლით რომ უკრაინას იმდენად უჭირს, რომ ვთქვათ, ვეღარ დგას ფრონტზე, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის უკრაინისთვის მაშველი რგოლი. თუ ჩავთვლით რომ პირიქით, ანუ რუსები ვეღარ აწვევიან ისე, როგორც უნდა. მაშინ რუსეთისთვის არის. ხო და ანუ ალბათ არც იქით არის, არც აქეთ არის რაღაცა ხდომილებასავით არის. იყო ხო ეს გეგმა, თითქოს არსაიდან მოვიდა, ანუ რაღაცა რამდენიმე კვირის წინ ტრამპმა რაღაც ამ კაცრი რიტორიკით დაადო სანქციები ამ ლუკოილს და როსნევტს და ყველაფერი თითქოს იქითკენ მიდიოდა, რომ თქვათ ეს ტომაჰავკები უნდა მიეცა, რაც სამხედრო თვალსაზრისით მიუხედავად იმისა, რომ მაგ საკითხში დიდი ის არის კრიტიკულ ცვლილებას არ შეიტანდა, უფრო სიმბოლური და პოლიტიკური იყო. ანუ შეცვლილი იყო ყველაფერი რაღაც რუსების საწინააღმდეგოდ, ყოველ შემთხვევაში რიტორიკულად და მოკლედ ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, ხო? ანუ უკვე რასაც შევეჩვიეთ ამ პერიოდის განმავლობაში და ეს არსაიდან მოვიდა. თან ისიც არის, ჩვენ ახლა ვიზაურობთ, რომ ჩვენ არ ვიცით რა დღეშია რუსეთის ეკონომიკა და თქვათ სამობილიზაციო რესურსი პლუს ანუ უკრაინასაც იგივე აბსოლუტურად იგივე პრობლემები დგას. აქ ბევრი რამე არის, თქვათ უკრაინულ მხარეზეც დამოკიდებული, თქვათ რა დახმარების აღმოჩენა შეუძლია მისთვის პირველ რიგში უკვე ევროპულ ქვეყნებს, რამდენად მარტივად შედარებით რბილად გადაიტანს ის ზამთრის პერიოდს და ასე შემდეგ. ხო, ეს ყველაფერი არის ჯერჯერობით ისე ჩანს, ანუ ეს გეგმები როგორც იცვლება, რომ ორივე მხარე თulis რომ კიდევ რაღაც პერიოდი შეუძლიათ. ომის გაგრძელება შეუძლიათ, ამიტომაც სავარაუდოდ ეს ომი გადავა 2026 წელსაც. ეს რამდენად შედის უკვე მესამე მხარეს უკვე ტრამპის პირად გეგმებში, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ნიშანი იყო ამერიკული მხრიდან. ერთი მხრივ ეს ჩაითვალა, რომ აი ღაზაში რადგან ეს დავაკავაკეთეთ, ეხა ესეც ხო და ტრამპი ხას უსვამდა სულ რომ ანუ ახლო აღმოსავლეთში სასწაულის ტოლფასი იყო მშვიდობის მიღწევაო და ანუ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევა თითქოს უფრო მარტივი ამოცანა იყო. პლუს აი რაღაც ის ინსაიდერული სინაც შენავს იქაც მიდის საუბარი რომ აი თქვა ტრამპის ადმინისტრაციამ ჩათვალა რომ ახლა ზელენსკი საკმაოდ ესეთი მოწყვლადია რომ აი ახლა დაიყოლიან რაღაცებს და პლუს ნუ შეიძლება ხა ვიღაცისთვის უცნაურად და სასაცილოდ ჩანდეს ეს არგუმენტი, მაგრამ ნობელის პრემიას მშვიდობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრამპისთვის და ის მუდმივად საუბრობს ამაზე. ეს პრემია გაიცემა 1 წლის მონაცემებით, ანუ მომავალ წელს გადასცემენ 2025 წლის შედეგით და თუ ტრამპს ტრამპმა 9 ხომ დაასრულა და თუ ამას ზემოდან კიდე რაღაც ამ ტორტს მარწყვით დაადებს აი მე-10 რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, ეს მისთვის ერთი მხრივ პირადი ეგოს დაკმაყოფილებისთვის ეს ნობელის პრემია იქნება მნიშვნელოვანი და მეორე მხრივ შუალედური არჩევნები მოდის. ამერიკაში სადაც თვითონ რესპუბლიკურ პარტიას არ აქვს კარგი ხო ახლა მამდანიმ გაიმარჯვა ნიუ-იორკში. ეტენება ფაქტიურად ტრამპი ეგრე გამოდის და მაგაფორ მამდანი და მაისურები იბეჭდება, ხო? ხო და პლუს კიდევ ანუ მამდანის გარდა კიდევ იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი არჩევნები, თქვა ვირჯინია. და ისე შტატებში, მიერყევ შტატებში სადაც მოსამართლეების არჩევნებში წააგეს სადაც დემოკრატებმა გაიმარჯვეს და ანუ როგორც ჩანს დემოკრატები რაღაც ფორმას იბრუნებენ და ამ ფონზე თვითონ ტრამპს დაპირისპირება აქვს უკვე ჰარდკორ მაგა ფაქტი მარჯორი ტეილორ გრინი გააგდო რეალურად კონგრესიდან ისე გამოვიდა, ანუ არ დაუჭირა მის კანდიდატურას მხარი და 26 წლის იანვრიდან ის უკვე ტოვებს კონგრესზე ძალიან ემოციური ვიდეო ჩაწერა, რომ აი ტრამპმა უღალატა ამ მაგას პლუს არის ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნება იწყება და ესეც რა დარტყმას მიაყენებს ტრამპს, რომელიც თავიდან არ დაუჭირა მხარი ამ ფაილების. კაიხანი არ უჭერდა. არ უჭერდა ხო სანამ მერის 4
კონგრესმენი არ ამბოხდა ერთ-ერთი მარჯორი ტეილორ გრინი იყო და ხარი არ დაუჭირეს დემოკრატებს და მე უკვე ეს ტალღასავით აგორდა. დემოკრატების ის არის ხო ფანდია და დიდად ყურადღებას არ აქვს. ეს დოკუმენტებიც მალე უნდა გამოქვეყნდეს და ანუ შეიძლება მე უკვე ტრამპს არ ეცალოს უკრაინისთვის. ხო, სხვა საგარეო პოლიტიკური თემებისთვის და ანუ მას გასაგებია რომ შუალედურ არჩევნებში ხო უფრო მნიშვნელოვანი არის შიდა პოლიტიკური პრობლემები ხო, ეკონომიკა რა დღეშია და საფონდო ინდექსები და მიგრაცია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ნობელის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მისთვის კარგი იქნებოდა საფრიალებელი. ისე ღაზას რაც შეეხება ობიექტურად მშვიდობას ვერ დავარქმევთ მაგას, იმიტომ რომ ყოლობები გრძელდება. ჰუმანიტარული დახმარება შეფერხებით შედის. ჰუმანიტარული კატასტროფა ისევ ღაზაში და ანუ რაღაც ეგეთი მასირებული დაბომბები არ გვაქვს, მაგრამ ოდნავ უკეთეს ვითარებაა შეიძლება ითქვას აი მხრივ რომ ყოველდღე არ ხდება, ყოველდღე არ ეგეთი მასობრივი მკვლელობები არ არის, მაგრამ ანუ მეორე მხრივ ანუ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ ანუ ეგ შეთანხმება საბოლოო ჯამში მაინც ძალიან მყიფეა, იმიტომ რომ ჰამასი უარს ამბობს განიარაღებაზე. თქვათ ნეთანიაჰუ ეწინააღმდეგება იმას, რომ რაღაც პოტენციაში მაინც ანუ პალესტინური სახელმწიფოს ესე ვთქვათ საკითხი დაიძრას. ანუ უბრალოდ გადავადება იყო რაღაცა ლაივ სტრიმში გადმოცემული ამ გენოციდის დროებითი პაუზა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რაღაც იმდენად ყიფე სამშვიდობო შეთანხმებაა, რომ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, ანუ ეგეთი თუ იქნება ხო, არა. უკრაინა და რუსეთ შორის, ანუ გასაგებია რომ ეს 9 ომი, რომელიც მან დაასრულა, ეს რაღაც უფრო პიარის. ხო, ანუ პიარის ნაწილი. ეგ მინდოდა მეთქვა რა, რომ ღაზაც უფრო რაღაც კონფლიქტები, რომელიც რაღაც ჯერ კიდევ 40-იან წლებში იღებს სათავეს ისედაც და თქვა სომხეთ აზერბაიჯანს შორის, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლიდან იღებს სათავეს, ესე ტრამპის რაღაც დღეს რომ ღაზაზე ფიქრობდა და ხვალ გუში რომ ღაზაზე ფიქრობდა და დღეს რომ უცებ აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი გაახსენდა, ესე არ მთავრდება ეგ კონფლიქტები, იმას ძალიან ბევრი ქვედინებები აქვს, რომელსაც გადაჭრა სჭირდება, მაგრამ ნუ მისთვის ხო ამას რაღაც ამ დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა, მისთვის თავარია ეს რაღაც სურათი, ხო, რომელიც როდესაც ის ზის რაღაც შუაში და ვიღაცებს ხელს აწერინებს რაღაც შეთანხმებებზე, ალბათ ნუ ამ კუთხით განიხილავს ამასაც და ნუ სხვა რაღაც აქტორები თვითონ შეგნით აწვდიან მას რაღაც გეგმებს, რომელსაც ის მერე დღეს ეს გეგმა მოწონს, ხვალ და სწორედ აქედან არის გამომდინარე მისი დამოკიდებულებაც რუსეთის მიმართ, რომ დღეს რაღაც good talking Putin არის და მეორე დღეს ძალიან გაბრაზებულია ხო პუტინზე და რაღაცა უკმაყოფილოა მისი ქცევით, ხო? ხო, ანუ ჯერ ამბობდა რომ სიტყვაზე უკრაინას შეუძლია ომის მოდება და რუსეთი ქაღალდის ვეფხვიაო და კი, ანუ მე საერთოდ ცulis რიტორიკას, ნუ. ხო, ანუ ეს ჩვენ ახლა ტრამპს არ ვიცნობთ გოლფს მასთან არ თამაშობთ, მაგრამ მისი ხასიათის ცვალებადობა ძალიან ადვილი შესამჩნევია, ашკარად. მოდი აი უკრაინის შიდა პოლიტიკაზეც თქვათ 1-2 სიტყვა, ანუ ომის დაწყებისთვის ჩვენ ხედავთ სრულ ესე ვთქვათ გაერთიანებას, ხო? როგორც ანუ პოლიტიკურ კონსოლიდაციასაც და ისე რაღაცა ხალხიც ანუ ერთ ბირთვად შეიკრა. აი ომის გაჭიანურებასთან ერთად რამდენად შეიმჩნევა ბზარები უკრაინის ამ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ისე ვთქვათ ზელენსკის გუნდში და ნუ საზოგადოებაში რა მოლოდინები არსებობს და რა განწყობებია თუ შეგიძლია. ხო, ცხადია რომ ამდენ წლიანი ომის შემდგომ უკვე რაღაც ომის დასრულება ეს რუსეთშიც კი რაღაცას გამოკითხებით ტარდება, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი შეგვიძლია შევიტანოთ, იქაც კი არის უმრავლესობა, რომელიც მოლაპარაკებების გზით ომის დასრულებას ემხრობა. ცხადია რომ უკრაინაშიც ახლა უმრავლესობა არის, რომელსაც სურს რომ ომი დასრულდეს. ახლა იქ რა ნაწილს რა პირობებით სურს ამ ომის დასრულება, ეგ სრულიად სხვა საკითხია. ნუ ეს კორუფციული სკანდალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ზოგადად უკრაინაში პოლიტიკა დაბრუნდა დიდი ხანია უკვე, ანუ თუ ომის დაწყების შემდგომ ეს იყო რაღაცა საერთო კონსოლიდაცია და საერთო წინააღმდეგობა მტრის წინააღმდეგ, მას შემდეგ უკვე დიდი ხანია უკრაინაში წავიდა თქვა შიდა პოლიტიკური საკითხები და ის თქვა ამ კორუფციულმა სკანდალმა, თუნდაც იმან რომ გონჩარეკომ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი, თუნდაც ის რომ თქვა სამოქალაქო საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ნაბუს და
ამ ნაბუს წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ მიმდინარეობს, ერთ-ერთი მისი წევრი მე დააკავეს და არის ასე ვთქვათ ზელენსკის ძალიან აქტიური ხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც თulis რომ ეხა ნაბურას წაკეთებს, ეს არის ქვეყნის ხო რაღაც თავდაცვნარიანობის ჩამოშლა, მაგრამ რაღაც პოლიტიკური პროცესები შიგნით მიმდინარეობს და ერთ-ერთი რაღაც გამოსავლად, რასაც ზელენსკის ახლა სთავაზობენ, მაშინ როდესაც მან უკვე თავად მოუწოდა იმ ორ მინისტრს, რომ გადამდგარიყო და ერმაკის ბედიც ჯერ არ ვიცით, თუ მას ახლა მართლა გადასცეს ორდერი შეიძლება არ დააკავონ, მაგრამ ის ვერ გააგრძელებს უკვე საქმიანობას თავის თანამდებობაზე, თავის პოსტზე, რაღაც გამოსავლად სთავაზობენ თითქოს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, სადაც შევლენ თქვა უკვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც და ეს შეიძლება იყოს რაღაც გამოსავალი, მაგრამ ის თქვა განწყობა მხოლოდ ის ანუ უკრაინა მხოლოდ იმით არ ცხოვრობს, რომ ომშია ჩაბმული და იბრძვის თქვა რუსეთის წინააღმდეგ, იქ არის კიდევ სხვა პროცესები, რომელშიც თქვა ზელენსკის ადანაშაულებენ თქვა ამ კორუფციულ გარიგებებში, ან თუნდაც თქვა ძალაუფლების უზურპაციაში ხო რომ ის თქვა იყენებს ამ ომს რეალურად თავისი ზელენსკის პოპულარობა რა როგორც ვიცი ძალიან ესე სიმართლე გითხრათ რაღაც ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები არ მინახავს, მაგრამ რაღაც ძალიან კრიტიკულ მაჩვენებლებამდე არ არის დაცემული. იმიტომ რომ ომი ძალიან დიდი მოვლენაა იმისთვის, რომ ახლა რაღაც შიდა გადატრიალებები დაიწყოს იქ, მაგრამ ნუ გარკვეული ვარდნა ცხადია ხა პირველი რაღაც გაერთიანებიდან ექნება. ოპოზიციაში თუ არის ვინმე ისეთი ნუ ოპოზიციაში არის ძველი ძალები, ვინც ვიცოდით აქამდეც პლუს ის თავი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ მომენტში იყო ოპეზჟ პრორუსულ პარტია, რომელიც ითვლებოდა, რომელიც ძირითად ხმებს იღებდა სამხრეთში და აღმოსავლეთში. ნუ ის თითქმის დასუსტებულია და არჩენი არის ძირითადად იგივე ძალები, რომლებიც თქვათ აი პოროშენკოს სახით და ასე შემდეგ, რომლებიც ნუ ალბათ ახლა არჩევნები რომ ჩატარდეს, სავარაუდოდ ზელენსკის ისევ ექნება გადამწყვეტი უპირატესობა და გაიმარჯვებს ამ არჩევნებს, რომელშიც არჩევნების არის ერთ-ერთი პუნქტი იქ. ამ 28 პუნქტში რომ 100 სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 100 დღეში უნდა ჩაატაროს უკრაინამ. ხო, ეს არჩევნების თემაც ხან ტრამპის მხრიდანაც და ესე ვთქვათ. ხო, ლეგიტიმაციის საკითხი, ხო, რუსეთი თქვათ არალეგიტიმურად მიიჩნევს ამ ხელისუფლებას და მანამდე იყო საერთოდ ისეთი მოთხოვნები, რომ აი ზელენსკიმ ხელი იქ არ უნდა მოაწეროს, იმიტომ რომ არალეგიტიმურია და მოაწეროს პარლამენტის თავმჯდომარემ, თქვათ. იმიტომ რომ მან არ ჩაატარა არჩევნები 5 წლის შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონსტიტუციით ისაც აკრძალულია ომის დროს არჩევნების ჩატარება, მაგრამ რუსეთი ზოგადად არალეგიტიმურად მიიჩნევს ყველა ხელისუფლებას, რომელიც 2014 წლის შემდგომ არის უკრაინაში. მიიჩნევს, რომ ის იყო უკანონო გადატრიალება, რომლის შემდგომაც აი ლეგიტიმური პრეზიდენტი იანუკოვიჩის სახით გააგდეს რუსეთში. მაგრამ ნუ ამ ხრივ ვთქვათ ამ დოკუმენტებში ამაზე საუბარი ამ გეგმაში 28 პუნქტიაში უკვე ამ ლეგიტიმაციის საკითხზე ვთქვათ საუბარი არ იყო, რაც ალბათ არის რუსეთის მხრიდან აი ეს დათმობა, რომელსაც ტრამპი მას თხოვდა ანკორიჯში ალიასკაზე შეხვედრის შემდგომ და ნუ დათმობაზე ალბათ ამ კუთხით წავიდნენ, მაგრამ აი ბოლო განცხადებებში უკვე ლავროვმა და ასე შემდგომ ისევ დააბრუნეს ეს ლეგიტიმურობის საკითხი, რაც ალბათ ისევ იმაზე მიუთითებს, რომ ეს გეგმა დიდი ხო, ამ გეგმას დიდი რაღაც დღე არ უწერია. აი ბოლოსკენ რო წავიდეთ, უბრალოდ შენ წარმოსახვაში, წარმოდგენაში რა პერსპექტივები არსებობს ამ ომის დასრულების, ეხლა ვერ ვიწინასწარმეტყველებთ ვერაფერს, მაგრამ რა არის ყველაზე რეალისტური სცენარი? ყველაზე რეალისტური სცენარი ალბათ ის არის, სადაც ვისაუბროთ, რომ ომი კიდევ გაგრძელდება რაღაც დროის შემდგომ, მაგრამ იმდენად სწრაფად ხდება მოვლენების ცვლილება უკრაინის ირგვლივ, ამ კონფლიქტის ირგვლივ, გეგმა, რომელზეც საერთოდ არავის არ ქონდა წარმოდგენა, უცებ გამოჩნდა და მე ამ გეგმამ უცებ რაღაცა ორ კვირაში განიცადა, ერთ ორ კვირაში რამდენიმე ტრანსფორმაცია. ანუ ჯერჯერობით სავარაუდოდ იქნება, რომ ეს ომი გადავა 2026 წელს. სავარაუდოდ რაღაც ცდილობები გაგრძელდება, რომ კიდევ რაღაც სამშვიდობო გეგმები შემუშავდეს, მაგრამ ნუ თავარი შემაფერხებელი ფაქტორი ყველა გეგმის იქნება საბოლოო ჯამში ეს გეგმა რუსეთისთვის უნდა იყოს მისაღები და სანამ რუსეთში ჯერ კიდევ თვლიან, რომ ომის გაგრძელება მათთვის არის პრიორიტეტული, რომ ისინი
წინ მიდიან, არ აქვს მნიშვნელობა რამ ხელა დანაკარგების და როგორი მსხვერპლის ფონზე და არის ელიტა, რომელიც უკვე ადაპტირდა ამომთან და საკმაოდ დიდ ბენეფიტებს იღებს ამ სამხედრო, თქვა, სამრეწველო კომპლექსთან ურთიერთობისგან, ეს ომი ამ ფორმით გაგრძელდება. ნუ შეიძლება თქვა ტემპი შემცირდეს, მე რაღაც მომენტში გაიყინოს ხაზი, მაგრამ ნუ საომარ ვითარება იქნება, ხო? მოლოდინი რომ რაღაც სავარაუდოდ ხა იქ იყო კიდე რაღაც საუბრები ხო გეგმაში რომ დიდერვიანში დაბრუნებას და ასე შემდეგ. ამას შეიძლება რუსეთ თქვა პირადად პუტინისთვის არანაირი სარქონდეს აზრი. მნიშვნელობა ხო ის ხო უკვე ბრიქსზე და სხვა ორგანიზაციებზე ფიქრობს, მაგრამ თქვა დიდერვიანში რუსეთის დაბრუნება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა სხვა ელიტის სხვა წარმომადგენლებისთვის, რომელიც თქვა უფრო ადაპტირებული იყო დასავლეთთან ურთიერთობას და ამავდროულად ეს მათთვის იქნება რაღაც დაბრუნება, იმიტომ რომ დიდერვიანი რუსეთი გავიდა ჯერ კიდევ 2014 წელს ყირიმის შემდეგ რომ აი ჩვენ ისიც გვეპატია რაღაც ყირიმიც კი გვეპატია და აი დაგვაბრუნეს ამ რაღაც რჩეულთა კლუბში, მაგრამ ნუ მაინც ძირითადად ელიტა ჯერჯერობით ამ საომარ ვითარებას არის კარგად მორგებული. ამ ომის დასრულება პუტინს ძალიან მარტივად შეეძლო, თუნდაც 1 წლის წინ ჩვენ როდესაც მაშინ რუსეთზე ვისაუბრეთ, ეგ რამდენიმე თვის წინ იყო, მაშინაც სუფთა ესეთი კუთხით რომ შეხედო, ის თავის ამ გამარჯვებას კარგად გაყიდდა რუსეთის მოსახლეობაზე, რომ აი რაღაც ტერიტორიები დავიბრუნეთ, სახმელეთო ხიდი ყირიმამდე, ისტორიული რუსული მიწები, იქ დიდრუიანში დაგვაბრუნეს, ანუ ეს გადაიხედა, ანუ 2014 წელიც შეგვრჩა, ანუ ის იმ დროს ჩადენილი რაღაც უკანონობები, პლუს არ ვიცი თუ ნატოს გაფართოებას თუ ანუ დე ფაქტო შეჩერდებოდა, ეს იქნებოდა საერთოდ უკვე იმის ცივი ომის შედეგების გადახედვა, ხო? ის ხო იბრძვის რეალურად ცივი ომის შედეგების გადასახედა, რომ ჩვენ მაშინ არ დავმარცხებულ ვართ. ამიტომ არის თქვა მისი მოთხოვნები 2021 წლიდან, რომ ჯარებმა უკან დაიხიონ გერმანიის საზღვრებში დარჩნენ, ანუ აქეთ არ გადმოვიდნენ. ანუ ამ რაღაცების გაყიდვა მას შეეძლო, მაგრამ არის როგორც ჩანს რუსეთის შიგნით რაღაც ელიტის კონსენსუსი ამ ომის გაგრძელების ირგვლივ. რასაც თავად პუტინიც ეთანხმება და სანამ ასე ვთქვათ რაღაც ადეკვატური რესურსები ექნება რუსეთს რომ ეს ომი გააგრძელოს, ძალიან რთული ამ ეტაპზე მე არ ვიცი რა იქნება ვთქვათ, თუნდაც რამდენიმე თვეში, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. ამ ეტაპზე სავარაუდოდ ბოლო ყველაფერი რომ დათანხმდეს, ის მაინც რაღაც ომის შეჩერებაზე უარს იტყვის. ხო, ანუ საბოლოო ჯამში არ ვიცი, რუბიო ამბობს ხოლმე, ხო, მაგას ან ხშირად რომ სამხედრო გზით, ანუ ეს კონფლიქტი ვერ გადაწყდება, რაშიც იგულისხმება, რომ ერთ-ერთი გადატეხავს ერთს წელში და ვერც მეორე. ალბათ მაინც იქამდე მივდივართ, რომ რაღაც გამოფიტვის ომია. კი, და რესურსები ვის უფრო ეყოფა. ამ გადმოსახედიდან მართლა ძალიან რთული ამ ყველაფერზე საუბარი. ხო, ანუ ჩვენ და მაშინ მოგავით თვალსაჩინო ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელზეც სრულყოფილი არ გვაქვს. ხო, ჩვენ არ ვიცით რა დახმარებას აღმოუჩენენ უკრაინას. ჩვენ არ ვიცით თქვათ ამერიკის შუალედური არჩევნების შედეგები უკვე რა გავლენას მოახდენს ხო, ტრამპის გადაწყვეტილებებზე. სავარაუდოდ ის არ შეწყვეტს ალბათ დახმარებას უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე. ხო, ეგ ძალიან რადიკალური ნაბიჯი იქნება. ხო, არ ვიცით რუსეთის ეკონომიკის რეალური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორია, რომელზეც რაღაც სრულფასოვანი ცოდნა არ გვაქვს და ეს ყველაფერი თქვათ გადამწყვეტი განმაპირობებელი იქნება იმის თუ როდის დადგება ის მომენტი, როდესაც ორივე მხარე დათანხმდება უკვე რაღაც ფორმის სამშვიდობო შეთანხმებას. ნუ ამ ეტაპზე ჯერჯერობით მაგრამ ესე რაც უფრო მეტად გაიწერლება, ხო, თქვათ რუსეთის მხრიდან, ანუ აი ამ სამშვიდობო შეთანხმებაზე არ დათანხმება, ხო? მეორე მხრივ შეიძლება უფრო მწარი აღმოჩნდეს რაღაცა მომენტში ამ ომის დასრულება მომავალში ვამბობ, იმიტომ რომ ფიზიკურად რაიმე ხელშესახები თუ ანუ შენ რაც ილაპარაკე, ხა ვთქვათ რა ვიცი, 1 წლის წინ დაახლოებით რომ ეს ომი დასრულებულიყო, დაახლოებით იგივე შედეგები იქნებოდა, რაც ახლა რო დასრულდეს, ანუ ხელშესახებს ვიძახი, რითიც შეიძლება შეფუთო და გაყიდო ამ ომში წარმატება, უბრალოდ ამ 1 წლის განმავლობაში უფრო მეტი მსხვერპლია, უფრო მეტი ნგრევაა და უფრო მეტი ზიანი არის თუნდაც რუსეთის ეკონომიკაზე. ხო, არ მე აბსოლუტურად ისე ასეთი პოსტით შემხვდა, რომ ეს იქნებოდა დაახლოებით
რაღაც მეორე მსოფლიო ომის დროს 4 წლიანი ომის შემდეგ რაც მალე გავა ხო 4 წელიანი ომის დაწყებიდან ჟუკოვს ბერლინი კი არა იყო კენინგსბერგთან მდგარი იყო ჯერ კიდე ხო ანუ მაშინ აღლუმს კი არ ჩაატარებდა წითელ მოედანზე რაღაც ცუდ რაღაცას მიიღებდა ალბათ სტალინისა და სხვა ხელმძღვანელობისგან დაახლოებით ეგეთი ხო და ბერლინში ვერც მიიმან საბოლოო ჯამში პირობით ხო ანუ ეგ რაღაცა პრინციპში დათვლილი არის გამოთვლილია ანუ ამ ტემპებს თუ ავიღებთ და ომის გამართებას არის 82 წელი თუ რაღაცა 100 წელზე მეტ ხანს ითვლის ზოგი ხო და ანუ ეგეთი გარდატეხაც მოკლედ არც იქით ამ მხრიდან არის არც აქეთ ამ მხრიდან არის და ეგეც ალბათ ეგ 28 პუნქტიანი გეგმის საინფორმაციო ხმაურით ჩაივლის და ყველაფერი დაუბრუნდება კი ალბათ ეგეთი რაღაც იქნება ნუ რა ვიცი ძალიან გამიხარდება თუ შევცდებით ამ პროგნოზში, იმიტომ რომ ცხადია რომ ომის დასრულება ყველა ადეკვატური ადამიანის სურვილია, მაგრამ ნუ რეალისტური პერსპექტივიდან ეს ახლა ასე არ ჩანს. კაი, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, მადლობა მოწვევისთვის. დროებით მოკლედ დაგიბრუნდებით ერთ კვირაში, გამოიწერეთ მაუწყებლის YouTube არხი, შედით ჩვენს ვებგვერდზე და დონაცია გააკეთეთ მაუწყებლისთვის. ვისაც რა შესაძლებლობა გაქვთ, თუნდაც მცირედი რომ გაიღოთ, იმიტომ რომ ჩვენი გადარჩენისთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია ეგ ამბავი და მოკლედ გემშვიდობებით.